ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია მთავარ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ზღვაში ორი ახალგაზრდა იყო შესული, ერთმა წყლიდან გამოსვლა მოახერხა. მეორეს კი მაშველები ეძებდნენ. სავარაუდოდ ახალგაზრდები უცხოელები არიან. უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს რუსი დამპყრობლების წინსვლა და ზაპოროჟიეზე კონტროლს ინარჩუნებენ. მიუხედავად მტრის ყველა მცდელობისა დაიკავოს ეს დასახლება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზე ვითარების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით გავრცელებული ინფორმაცია რუსების მიერ ამ ორივე დასახლების ოკუპაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონია. ფიზიკურად სიმართლე ერთია. ვიდეო რომ გადაიღოთ, თავის თავს ამხელდნენ დინებით და ჩადებით. თქვა ნარკოდანაშაულის ბრალდებით პროევროპულ აქციაზე დაკავებულმა ნიკა კაციამ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე. კაციამ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ბულინგისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლიც გახდა. მიზანშეწონილია გაუქმდეს კანონი და არ მოხდეს მისი აღსრულება. ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო ოცნების მიერ მიღებულ ეგრეთ წოდებულ ფარას კანონს ეხმაურება. მათ მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით არსებობს ეჭვი, რამდენად თანხვედრაშია კანონის ზოგიერთი დებულება ევროპულ სტანდარტებთან.